იყო და არა იყო რა. დამეთანხმებით ალბათ რომ ეს ის ფრაზაა, რომლის გაგონებაზეც თვალები არაერთხელ გაგუბრწყინებია, სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ფსიქოლოგები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ ზღაპრებს მოზარდის განვითარების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ამაში შევთანხმდებით ყველა ჩვენც. ამაზე მეტყველებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევაც, რომლის მიხედვითაც ის ბავშვები, რომლებსაც მშობლები ზღაპრებს ხშირად უკითხავენ, უფრო შემოქმედებითი და კრეატიულები არიან. ფსიქოლოგების თქმით, 4 წლიდან პატარებისთვის ზღაპრების მოყოლა აუცილებელია ბელიცკია, რადგან ის მათ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში ეხმარება, ამიტომ ექსპერტები გირჩევენ არ შეუშინდეთ ბავშვებისთვის უცხო სიტყვებით სავსე წიგნების წაკითხვას. ეს რაღაც სიახლეა. ავსტრალიელი ექსპერტების აზრით, ზღაპრები ბავშვს დაბრკოლებების გადალახვასა და პრობლემების მოგვარებას ასწავლის, ასევე როდესაც ბავშვი ხედავს, რომ ზღაპრებში შეუძლებელი არაფერია, ის უფრო მეტად მოტივირებული ხდება. ჯადოსნურ ამბებში არ არსებობს დაბრკოლება, რომელიც გვეტყვის, რომ ხის ბიჭუნას ვერ გავაცოცხლებთ, ან ცხოველების ალაპარაკებას ვერ შევძლებთ, ხო? ასია და დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ ისიც აჩვენა შემოზღურა, რომ ზღაპრებში ბავშვები ემოციურ მდგრადობას აყალიბებენ და მათ მენტალურ ჯანმრთელობასაც აუმჯობესებენ. არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენი დაბრკოლება შეხვდება ზღაპრის გმირებს, რადგან ბოლოს მაინც სიკეთე იმარჯვებს. როდესაც პატარები მსგავს ისტორიებს ისმენენ, ისინი ხვდებიან, რომ სირთულეები ყველა ადამიანს შეიძლება შეხვდეს, თუმცა სწორერჩევანს ყველაფრის სასიკეთოდ შემოტრიალება შეუძლია. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ემოციების პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნებაც, რომლის დახვეწაზეც ჯადოსნური ამბები დიდ ზეგავლენას ახდენს. მიზეს შედეგობრივ კავშირებზე დაკვირვება და იმის აღმოჩენა, რომ ყველა ქცევა შესაბამისი შედეგი მოჰყვება, ბავშვებს პასუხისმგებლობის გრძნობას უვითარებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან. სპეციალისტების აზრით მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზღაპრებში სიკეთე და კეთილი პერსონაჟები იმარჯვებდნენ. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გმირების მიბაძვა ბავშვებისთვის ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს, ამიტომ ზღაპრების შერჩევისას სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო და მშობლები ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე, რომ ზღაპრები ისე შევარჩიოთ, რომ ჩვენი შულებისთვის ეს იყოს მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთო. ექსპერტების თქმით, თუ თქვენი შვილი ერთი და იგივე ზღაპრისა თუ მოთხრობის წაკითხვას გამეორებით გთხოვთ, ეს ძალიან კარგია. მსგავსი სურვილი იმაზე მიუთითებს, რომ სწორედ იმ კონკრეტულმა ამბავმა მოახდინა გავლენა და მის შინაგან სამყაროსთან ყველაზე ახლოს მივიდა. ფსიქოლოგები გვირჩევენ, ბავშვს ხშირად მისცეთ საშუალება ზღაპრის გაგრძელება თავად მოიფიქროს და ამა თუ იმ ამბის მისეული ვერსია შექმნას. ეს მის ფანტაზიასა და შემოქმედებით უნარებს განავითარებს. სხვათა შორის, თითქმის ყველა ზღაპარს თავად ვავითარებდი ხოლმე. იგონებდი, არ გქონია ბავშვობაში ასეთი შემთხვევა, რომ გინდოდა, რომ რაღაცები სხვანაირად მომხდარიყო ზღაპარში და მე ვიჯერებდით. ეს არის ფანტაზიის უნარის განვითარება, რაც შემდგომში უკვე გვეხმარება, ისე რაღაც ქვეცნობიერში ილექება ეს ინფორმაცია და შემდეგ ჩვენი ცხოვრების მრავალფეროვან წარმართვაშიც კი დაგვეხმარება, ხო? კი ბატონო. ამიტომ მნიშვნელოვანია წაუკითხოთ ბავშვებს ზღაპრები, რაც შეიძლება მეტი, თან მით უმეტეს რომ მათ ეს ძალიან უყვართ, მე მახსოვს როგორ ბედნიერი ვიყავ ხოლმე რაღაცნაირად კადრად მახსოვს, აი ესე ძალიან მკვეთრად არა, მაგრამ მახსოვს როგორი ბედნიერი ვიყავი, როდესაც იწყებოდა ზღაპარი. იყო და არა იყო რა და ყველაფერი კარგად იყო უკვე. კი ბატონო. თერაპიული ზღაპრები, რომელიც როგორც ბავშვებს, ასევე მოზარდებსაც ძალიან გამოადგებათ, მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სხვადასხვა პრობლემის დაძლევაში დაგვეხმარება. თეო მჭედლიძე შემოგვიერთდა და არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად. დილამშვიდობისა კიდევ მოგესალმებით, დილამშვიდობისა. ზოგადად თემის განხილვა რომ დავიწყოთ, კითხვა ისედაც თერაპიული პროცესია, ხო? დიდებისთვისაც, ბავშვებისთვისაც ეს შეიძლება იყოს განტვირთვის საშუალება, რაღაც ყოველდღიური რუტინიდან თავშესაფარი შეიძლება იყოს, თუმცა როდესაც ვსაუბრობთ ბავშვებზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ სწორად შევურჩიოთ ლიტერატურა. თუ რას წაიკითხავენ ისინი, მით უმეტეს რომ აი ძილისწინა რუტინას ხშირად უკავშირდება ხოლმე კითხვის პროცესი და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რა ემოციებს იღებს ბავშვი აი ამ მომენტში. დღეს უნდა ვისაუბროთ წიგნის კითხვაზე და ზღაპრებზე, როგორც შიშის სიმორცქვის, გაუბედაობის გადალახვის და საკუთარი თავის პოვნის მნიშვნელობაზე. მაყურებელს წარუდგენ ფსიქოლოგების, ფსიქოთერაპევტების და ავტორების ჯგუფს, ქალბატონ ნინო კანდელაკს, რომელიც არის პროექტის ავტორი, ლალი აფციაურს, რომელიც არის ავტორი და რედაქტორი წიგნის, რომელიც მალე გამოვა და სოფოს, რომელიც ასევე არის სოფო ჩიქოვანს ფსიქოლოგი და ავტორი.
მე სიმართლე რომ გითხრათ, პირველად სოფოს ზღაპარი მოვისმინე და გადავაწყდი ინტერნეტ სივრცეში და სწორედ აქედან გამიჩნდა იდეა, რომ ამ თემას დავბრუნებოდი. ქალბატონო ნინო, რადგან თქვენ ხართ პროექტის ავტორი, პირველი კითხვაც ბუნებრივია თქვენთან მექნება. ძალიან საინტერესოა, რატომ მოგივიდათ ეს იდეა? ახალია, ხო? ჩვენს რეალობაში ყოველ შემთხვევაში არ არის აპრობირებული მეთოდი თერაპიული კითხვა. ეცით რა ფსიქოთერაპიაში ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ძლიერი მიმართულება არის ზღაპრით თერაპია, როგორც ბავშვებთან, ასევე დიდებთან. ნუ მე უკვე 23 წელია ყოველდღე ვმუშაობ ადამიანებთან და ყველასთან ვიყენებ ჩემი საყვარელი მეთოდია ზღაპრით თერაპია. და ამ მეთოდს წლები რო ვიყენებდი, დამიგროვდა ძალიან დიდი მასალა, როგორც ბავშვებისთვის თერაპიული ზღაპრების, ასევე დიდებისთვის. ზოგს მე თვითონ ვადგენდი, ზოგს თარგმნიდი სხვა ენიდან. ქართულად აი ხა პირველად გამოვა ჩვენი კრებული, ჯერ ესეთი კრებული თერაპიული ზღაპრების აქამდე არ იყო, ეხლა მალე იქნება და გავაკეთეთ YouTube არხი, სადაც პირდაპირ ესე ქვია YouTube არხს, თერაპიული ზღაპრები და იგავები და იქ ვდებთ ბავშვებისთვის ცალკე სხვადასხვა თემაზე, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, სიმორცხვეა თუ გაუბედაობა თუ შიში და ნებისმიერი თემა, არა მარტო ეს და ასევე დიდებისთვისაც ნებისმიერ თემაზე, რომელიც თერაპიული ისეთი ზღაპრები და იგავები, რასაც აქვს თერაპიული ეფექტი, მისი მოსმენა თერაპია ადამიანისთვის. აი, ქალბატონო ნინო, საინტერესოა, რით განსხვავდება თერაპიული ზღაპარი ჩვეულებრივი კლასიკური ზღაპრისგან? კი ბატონო. და ეფექტი რით მიიღწევა ეს არის? კი ბატონო, გეტყვით, ეს საერთოდ ზღაპარი ეს არის შთაგონების ყველაზე ერთ-ერთი ძლიერი საშუალება და უძველესი დროიდან მე მგონი ყოველთვის კაცობრიობა რო არსებობს ზღაპარიც და მითიც ეს ყოველთვის იყო. და ყველაზე ეკოლოგიური ისეთი არქეტიპულ დონეზე რომ მოქმედებს, ყველა პერსონაჟი არქეტიპულია, ყველა სტრატეგია იმ პერსონაჟის არქეტიპული ნიშნავს, რაც საერთოა კაცობრიობისთვის და ძალიან იოლად იგებს ამას ადამიანი და პირდაპირ ბავშვს რო უკითხავ, მის ქვეცნობიერში ეს სწორი სტრატეგიები იწერება, როგორც პროგრამები და ყველა ზღაპარში ხო ეს არის, რომ სიკეთე იმარჯვებს, რასაც დასთესავ იმას მოიმკი, ანუ ცხოვრებისეული სწორი სტრატეგიები, ხო? სწავლობს ცხოვრებას. ეს რაც შეეხება ხალხურ ზღაპრებს და თერაპიულ ზღაპრებს აქვს თავისი სტრუქტურა. მე ჩვენი ჯგუფის გოგონები ყველანი აქ არ არიან, მასტერკლასი ჩაუტარე და ვასწავლე რა სტრუქტურა აქვს თერაპიულ ზღაპარს, რომ ეგ ზუსტი მეტაფორა უნდა შევერჩიოთ, რომელიც პირდაპირ ქვეცნობიერს სწორ ინფორმაციას მიაწოდებს და იმ საჭირო თერაპიულ ეფექტს გამოიწვევს, რაც ჭირდება, ხო, იმ ამოცანის გადასაჭრელად ბავშვს და ეს ყველაფერი სქემა არსებობს, უბრალოდ ვასწავლე ამ ჯგუფს ეს სქემა და წინვალე ზღაპრებს წერენ. მე რედაქტირებას ლალი უკეთებს და აი მე გაოგნებული ვარ, ისეთი ზღაპრები იწერება, თქვენი ქარხზე ნახავთ და მოისმენთ, რომ აღფრთოვანებული ვარ, მინდა რომ გაგრძელდეს ეს პროექტი, ხა წიგნი მალე გვექნება და მე კიდევ ვაგრძელებთ ჩვენ ამ ზღაპრების წერას და ალბათ მე მეორე წიგნიც იქნება და მანამდე ეს ყველაფერი YouTube არხზე ჟღერდება. აი ეს გაჟღერება ძალიან მნიშვნელოვანია და ფუფუნება არის ბევრი ადამიანისთვის. თუ თქვენ დაღლილი ხართ მაგალითად საღამოობით და არ გაქვთ დრო და შესაძლებლობა იმისა, რომ თქვენს ბავშვს ზღაპარი მოუყვეთ, აი ქალბატონ ნინოს არაჩვეულებრივი ხმის ტემბრი აქვს და მისი ხმით გაჟღერდება ეს ყოველივე და თქვენი ბავშვიც ისიამოვნებს და ძალიან ბევრს მიიღებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. რა საკიდან შეიძლება ამ ზღაპრების წაკითხვა, იმიტომ რომ მე აღნიშნე რომ ეს არის როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდებისთვის. არ მარტო მოზარდებისთვის არა, დიდი ადამიანებისთვისაც. ნებისმიერი ასაკისთვის არის. უბრალოდ რომელიც საბავშვოა, იქ არხზე აწერია იმ ზღაპარს, რომ არის საბავშვო. აი 2 წლის ბავშვს შეგვიძლია უკვე შეგვიძლია და თან ნახეთ აი ამ გაჯეტების ეპოქაში ძალიან მნიშვნელოვანია წიგნი, წიგს ვერ ცვლის ვერაფერი, იმიტომ წიგს როცა უკითხავენ თვითონ კითხულობს ბავშვი, თვითონ წარმოიდგენს, ხო? ფანტაზიას ავითარებს და თვითონ წარმოიდგენს იმ სურათხატებს, იმ პერსონაჟებს და როდესაც ანიმაციურ ფილმს უყურებს თუ რაღაცას გამზადებულს, იქ ხო ესე აღარ ერთვება ფანტაზია და უკვე გამზადებულს ვაწოდებთ და ეს სულ სხვა პროცესია. ამ ჩემი ესეც იყო ჩემი სურვილი, რომ ამასაც ემსახურება ეს, რომ ისმენს ბავშვი, ხო? იქ თვითონ წარმოიდგენს პერსონაჟს, მე შეუძლია ის დახატოს, რაც მოისმინა იმ ზღაპრის პერსონაჟი, ხო? გამოძერწოს რაღაცა თვითონ ჩაერთოს აქტიურად. იქ არ არის გამზადებული ეს ყველაფერი და ხადია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ესეც თერაპია. დიახ, რით მიიღწევა თერაპიული ეფექტი, იმიტომ რომ
აი დაახლოებით რომ ახსნა ერთხელ აი სიტყვა ლიმონს რო ვიტყვით აუცილებლად ვიგრძნობთ ყველა ნერწყვის მოსყავებას ხო მაგრამ თუ კი ერთ წინადადებაში სიტყვა ლიმონს ვახსენებთ 10 ჯერ ეს რეფლექსი ითრგუნება აი რა პერიოდულობით უნდა მივაწოდოთ რომ არ დაიკარგოს აი ეს ეფექტი გეტყვით ხო ეხლა ლიმონთან ცოტა ამ შემთხვევაში შედარება პირდაპირ ესე ვერ გადმოვიტანთ იქ მთავარი არის როდესაც ვქმნით ჩვენ პერსონაჟს ისეთი უნდა იყოს რომ ბავშვმა იოლად მოახდინოს იდენტიფიკაცია თავის იმ პერსონაჟთან ცოტა პატარა ასაკის ბავშვებისთვის ჯობია რომ ეს იყოს ცხოველები და ცხოველები არიან პერსონაჟები უფრო მოზარდისთვის და ცოტა სხვა ასაკისთვის უკვე ჩვეულებრივი უკვე სხვა პერსონაჟი ადამიანი შემოდის როგორც პერსონაჟი და ზუსტად ისე აგებული ზღაპარი რომ ბავშვი იოლად აკეთებს მთავარ გმირთან იდენტიფიკაციას და რაც ემართება იმ რა ტრანსფორმაციაც ხდება მთავარ გმირთან რასაც ცვლის ის თავის თავში ის მესიჯები მიდის ბავშვთანაც და აქაც არ აქვს მნიშვნელობა ანუ ეს იგულისხმება კი ბატონო როგორც წესი ბავშვს ერთი წაკითხვა არ ყოფნის საერთოდ რიტუალები ხო უყვართ ბავშვებს და აუცილებელიც არის შეიძლება ყოველ ძილის წინ წაუკითხო შეიძლება რაღაც დღეში ორჯერ თუ სამჯერ უნდა ილექებოდეს ხო ცნობიერში რომ შემდეგ ამან იმუშაოს აუცილებლად დიახ ეს დაამნიშნო იმიტომ ბავშვი თვითონ ითხოვს რომ რამდენჯერმე და შეიძლება 100 ჯერაც მოითხოვს წაკითხვა იმიტომ ბავშვს უნდა კონდეს ისეთი რამ, რაც პროგნოზირებადია. აი მან იმიტომ ითხოვენ ბავშვები 100 ჯერ ერთი და იგივე ზღაპრის საკითხავს, რომ ის სწავლობს, რომ სამყარო პროგნოზირებადია. აი მე რო სიკეთეს დავთესავ და კარგად რაღაცას დავეხმარები ვიღაცას, ეს მე წინ დამხვდება და ბოროტებას რო დავთესავ, ისიც წინ დამხვდება. მაგრამ ეს უნდა გაიმეორო ბევრჯერ, რომ შეიცნოს ბავშვმა სამყარო და ძირითადად ზღაპრებით შეიცნობს სამყაროს და თამაშით. ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია, ქალბატონოვალი, როგორ მუშაობს ბავშვის მოზარდის თუ ზრდასრულის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე ეს თერაპიული ზღაპრები და რა პრობლემების მოგვარებაში შესაძლებელია რომ დაგვეხმაროს ის? იცით რა, ძალიან მრავალფეროვანია ჩვენი იმ პრობლემების ჩამონათვალი, რაც ჯერ ერთი არსებობს და რასაც ეს ჩვენი წიგნი, ჩვენი ზღაპრები, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის მუშაობის შედეგია უკვე, მაქსიმალურად შევეცადეთ მოგვეცვა ამ პირველი, როგორც ქალბატონმა ნინომ თქვა, გაგრძელდება ეს პროექტი და შემდგომშიც იქნება კიდევ, მაგრამ აი ამ პირველითაც მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ყველა არსებული პრობლემა, სირთულე მოგვეცვა და შესაბამისად აი ფაქტიურად ყველა რაც აი როგორც თქვით 2 წლიდან დაწყებული არსებობს მოზარდობის ასაკის ჩათვლით, აი ყველა პრობლემა ფაქტიურად გვაქვს მეტად პრაქტიკული რომ იყოს ჩვენი ტელემაყურებლისთვის და თვალნათელი, აი რა პრობლემებზეა საუბარი, აი რა პრობლემების ჩამონათვალს სოფო ყველა ზღაპარს თავის შვილებს უკითხავს და ხედავს იქვე შედეგს. სიამოვნებით. სხვადასხვა 4 შვილი და თან სხვადასხვა ასაკის. ასაკის რაც მნიშვნელოვანია. შვილის პრაქტიკოსია და შეგვიძლია ნამდვილად. ეს ამბები და ეს პროცესი ჩემთვის ორმაგად არის ნამდვილად საინტერესო და მნიშვნელოვანი. ანუ მასში ჩართული ვარ როგორც ავტორი და როგორც მშობელი. ანუ ჩემი შვილები არიან თერაპიული ზღაპრების აქტიური მსმენელები და შემფასებლები. ანუ მე განათლებით ვარ ფსიქოლოგი, თუმცა სულ სხვა მიმართულებით ვიმუშავე რამდენიმე წლის განმავლობაში. და შემდეგ გადავწყვიტე, რომ შვილების ცხოვრებაში ყოფილიყავი დიდი დოზით ჩართული. ამ პერიოდის განმავლობაში ვიგონებდით სხვადასხვა ამბავს, ზღაპარს, არსებულ ზღაპრებში შეგვქონდა პატარა კორექტივები მათი რეაქციების გათვალისწინებით, შეხედულებების მიხედვით. და ბოლოს აი ქალბატონ ნინოსთან გავიარე თერაპიული ზღაპრების წერის მასტერკლასი და ეს პრინციპები და წესები რაც უნდა იყოს დაცული იმისთვის რომ იყოს ეს ზღაპარი ეფექტური, აქ დაიხვეწა. პრობლემები, პრაქტიკულად რო შევეხოთ ჩვენი ზღაპრების პრობლემებს, რასაც ეხება რა პრობლემებსაც, ეს არის ვთქვათ გაუბედაობა, სიმორცხვე, ბრაზი, ემოციების კონტროლის ნაკლებობა, იგივე შიშები, სხვადასხვა სახის შიშები, სიბნელის შიში და მრავალი სხვა. ასევე კონკურენცია დედმამიშვილებს შორის, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. სხვადასხვა სახის ტრავმები, იგივე მშობლების განქორწინებით გამოწვეული ტრავმა. ძალიან ბევრი საკითხია, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით შინ თუ გარეთ.
ტელევიზიით, ლიტერატურაში ამოვიკითხავთ რაღაც პრობლემას და შემდეგ ამ საკითხის გარშემო ვაწარმოებთ კვლევას, ანუ რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს პრობლემა, რა სახით შეიძლება გამოიხატოს და როგორ შეიძლება მიუდგეთ ამ პრობლემას. და ვცდილობთ, ანუ ზღაპარში შესაბამისი სიტუაციის ჩვენებით ბავშვი იდენტიფიკაცია მოვახდინოთ გმირთან, რომ მან გმირივით გაიაროს ეს გზა და მიაღწიოს ტრანსფორმაციას. სოფო, იცით რა მაინტერესებს? მე რამდენადაც ვიცი, აი ეს ერთი ზღაპარი წიფლის ჭიტა, როგორ იპოვა მან დაკარგული ბგერები, საკუთარი შვილის მაგალითზე გაქვთ დაწერილი, ხო? რას შეეხება ეს ზღაპარი მაყურებელს რომ ავუხსნათ და ალბათ უკვე თერაპიულ ეფექტსაც იგრძნობთ თქვენ საკუთარ მაგალითზე. ეს ზღაპარი უკვე დევს არხზე და შეუძლიათ მოისმინო. დიახ, ანუ ჩემი შვილი არის 6 წლის გახდა, ეხლა პატარა. ანუ ამეტყველდა პანდემიის პერიოდში, 1 წლის ასაკში, თუმცა ანუ 2 წელიწადში როცა შეზღუდვები მოიხსნა და გავუშვით ბაღში, აღმოჩნდა რომ მას აქვს კომუნიკაციის პრობლემა. ანუ არა მეტყველების, არამედ ურთიერთობის კომუნიკაციის. ბევრი მშობელი ამოიცნობს ახლა თავის თავს სამწუხაროდ ეს ის პერიოდი იყო რომ დიახ და ეს ზღაპარი, როგორ იპოვა წიფლის ჭიტამ დაკარგული ბგერები, არის სწორედ სოციალურ ფოთვაზე. ანუ ეს ჭიტი გმირი ამ ზღაპრის თვითონ კეთილი მეგობრების დახმარებით თვითონ მიდის იმ გადაწყვეტილებამდე, რომ იპოვოს ძალა საკუთარ თავში და გამოავლინოს თავის უნიკალური შესაძლებლობები, რაც ანუ ყველა ბავშვი არის უნიკალური. ასე ყველა ბავშვი არის დაკარგვისას ასე ვთქვათ ბავშვზე. კი ბატონო. იცით რა მაინტერესებს? თქვენც აღნიშნეთ, რომ თითოეული ზღაპარი ვიდრე საბოლოო შედეგი დადგება და ვთქვათ, სრულყოფილი სახით უკვე YouTube არხზე დაიდება თუ დაიწერება, ძალიან ბევრ ფილტრს გადის და სხვადასხვა რაღაც მოწმდება. მინდა თქვენთან გადმოვიდე კითხვით. აი, რა არის ეს ფილტრები? როგორ შესაძლოა ერთ საკითხს ეხებოდეს და ამ ყველაფერში პრობლემის მოგვარებას ხელს უწყობდეს, მაგრამ რას ითვალისწინებთ კიდევ? ძალიან ბევრი რამეს მართლა. პირველ რიგში ის რომ არაფერს ვაკეთებთ, აი მე სოფო ჩვენ მხოლოდ ნაწილი ვართ წარმოდგენილი ავტორებისა, როგორც გითხარით, არის კიდევ რამდენიმე ავტორი და არც ერთი ჩვენგანი არ აკეთებს არაფერს, მიუხედავად იმისა, რომ აი სოფო არის თვითონ ფსიქოლოგი, მე ვარ პედაგოგი და თანაც გამოცდილების მქონე. არა მარტო თეორიული, მაგრამ არ ვაკეთებთ არაფერს ქალბატონი ნინოს გარეშე და ყავს მეორე კონსულტანტი, ასევე ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგი, არტ-თერაპევტი და ასევე ძალიან დიდი გამოცდილებით ბატონი მერაბ ბონიანი, ასევე შეხვდებით მას იმ YouTube არხზე, მისი წაკითხული ზღაპრებით შეხვდებათ ამ არხზე და აი ამ ორ ადამიანთან ძალიან პროფესიონალ, მაღალ პროფესიონალ და გამოცდილ ადამიანთან ერთად გავდივართ პირველ რიგში. და ანუ ჩვენი გამოცდილებებით, ჩვენი ქარის კიდევ ჩემს გარდა სხვა პედაგოგიც არიან სხვა ისეთი ენობრივი კუთხე უკვე ლალის ეხება, რომ ფილოლოგიურად გამართული იყოს რედაქტირება. ეს ყველაფერი ლალის ეხება. თუმცა ფსიქოლოგიურ მაგრამ მასალებსაც ფსიქოლოგ აუცილებლად ისეთი თავს სიტყვას ვერ აგიწერთ როგორი ჩაძიებით, გამოწვლილვით, აი ეს რამდენად ეფექტური იქნება. გვიან ეფექტს მოიტანს თუ იქ გამორიცხულია რომ არ იყოს და თან ბავშვისთვის გასაგებიენით რომ იყოს ეს ძალიან რთულია რომ მივიდეს ბავშვის გულამდე ეს ყველაფერი და აი ლალი ამაში არის ვირტუოზი ნამდვილად ისეთ სიტყვებს მოულობს რომ აი ზუსტად შეესაბამება. ოღონდ მე ყოველთვის გვაქვს ეს აი ფსიქოლოგიური კუთხით როგორი მოქმედებს, აი თერაპიულად რაც მთავარია როგორი მოქმედებს და აი არ ვიცი ზოგჯერ სახელზეც კი პერსონაჟის სახელზეც იმდენს ვფიქრობთ რომ აი ზუსტად ჩაჯდეს კვირეები გვიფიქრია სახელზე რომ რა დავარქვათ პერსონაჟს ძალიან მნიშვნელოვანია სახელი. და სამახსოვრებელი იყოს ბავშვის. აბა რა ძალიან ბევრი ფაქტორია, ძალიან ბევრი მხარეა. და უმეგობრდეს იმ პერსონაჟს, ხო, უნდა მოწონდეს სახელიც. ძალიან ბევრს საუბრობთ ახლა ბავშვებზე და მოზარდებზე, ვისთვისაც არის განკუთვნილი ეს ზღაპრები. რამდენად დაეხმარება ეს თეორიული ზღაპრები უკვე თავად მშობლებს თუნდაც ბავშვთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაში? კი, ძალიან დაეხმარება, იმიტომ რომ იქ არის მშობლის კუთხითაც სტრატეგიები, როგორ უნდა მიუდგე ამ დროს ბავშვს, რა სიტყვა უნდა უთხრა. ეს თვითონ ის როგორ უნდა აღიქვა ის სირთულე, რაც აქვს ბავშვს. მშობლებისთვისაც აი ძალიან დიდი დახმარება.
იმიტომ მინდოდა ამ პროექტის წლებია მინდოდა ეს პროექტი რომ გამეკეთებია და ეხლა ძალიან ბედნიერი ვარ რომ დავიწყეთ ეს ყველაფერი რა. კი ბატონო და ბოლოსკენ რომ წავიდეთ, იცით რა მაინტერესებს უმჯობესი რა არის, ვთქვათ, ერთსა და იმავე პრობლემაზე დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე ზღაპარი იქნება. ბავშვს უნდა შევთავაზოთ მრავალფეროვნება. თუ ვთქვათ, უმჯობესია, რომ ჯერ ერთი ზღაპარი წავუკითხოთ რამდენჯერმე, იმიტომ რომ ის გაერკვეს და იდენტიფიცირება მოახდინოს და შემდეგ სხვაზე გადავიდეთ. აი, როგორ ხდება აი ეს თერაპიული პროცესი, რას მოიცავს, იმიტომ რომ ერთია რომ იქმნება, მაგრამ მე რომ მშობელი ვარ და ამას ვუყურებ. მე მაინტერესებს როგორ გამოვიყენო. კი ბატონო, ჩვენ მაგალითად შისზე გვაქვს რამდენიმე ზღაპარი და არანაირი შეზღუდვა არ არის. შეიძლება ყველა ზღაპარი წაუკითხო ბავშვს, ის თვითონ ამოარჩევს იმ რამდენიმეში მისთვის საყვარელ პერსონაჟს და მე თვითონ მოგწონს, რომ აი ის ზღაპარი წამეკითხე. ეს თავისთავად ხდება, აბსოლუტურად და არის ჩვენ ახლა კიდე ახალ პროექტს ვიწყებთ. ინდივიდუალურად ბავშვს მოიყვანენ ჩემთან ტესტირებაზე, ყველაფერს მისას ფსიქოპორტრეტს ვნახავ და მე კონკრეტულად ინდივიდუალურად იმ ბავშვისთვის დაწერენ სოფო და ლალის ზღაპარს. მორგებული იმ ბავშვზე. ეს კიდე ახალი პროექტია და ეს კიდე სხვა თემა, ეს უფრო ღრმა კონტაქტია ბავშვთან. იქ ეხა თუ ასეთი ინდივიდუალურად მორგებული ზღაპარი დაიწერება, რა თქმა უნდა, ის ერთი უნდა წაუკითხოთ, იმიტომ რომ იმ ბავშვისთვის დაიწერა. მაგრამ თუ ზუსტად იმ ბავშვისთვის არ დაიწერა, მაშინ 10 ზღაპარიც რო წაუკითხო იმ თემაზე, არაფერი პრობლემა არ იქნება, თვითონ ამოარჩევს ის თავის საყვარელ პერსონაჟს. ზღაპარი ვიცით რომ ყველა ბავშვისთვის აი რაღაცა დიდი განცხრომა და ნეტარება ყველა ბავშვს უყვარს, მაგრამ არსებობენ გამონაკლისებიც, ვისაც არ უყვარს ზღაპრის წაკითხვა. აი როგორ ვიქცევით ასეთ შემთხვევაში, თუ ბავშვი უარს ამბობს ზღაპრის მოსმენას? თანდაში, როდესაც გაჯეტებმა ჩაანაცვლა, ხო, იცით რა, ფაქტიურად ესეთი ბავშვი არ არსებობს, რომელსაც ზღაპარი არ უყვარს. უბრალოდ ის ფორმა აღარ უყვარს, იმიტომ რომ გადაეჩვია ამ ფორმას. იმიტომ რომ სულ გამზადებულს უყურებს ყველაფერს და წაკითხვა ან მოსმენა გადაჩვეულია უბრალოდ, თორე არ უყვარს, ეგ არ არსებობს. ყველა ბავშვს უყვარს ზღაპარი, ოღონდ სხვადასხვა ფორმით არის ახლა დღეს მოწოდებული. ხო, საუკუნეა ეს. ხო, აი უარს გვეუბნება, აი არ მინდა. ასეთი შემთხვევებიც. კი, როგორ არა, თავისუფლად შეიძლება ჩვენს პრაქტიკაშიც ხო გახსოვთ? კი, თუ გინდა თქვი. ზუსტად ჩვენი წიგნის ზღაპრების შემთხვევაშიც გქონდა, რომ აღმოვაჩინეთ ბავშვი, ზუსტად რასაც ქალბატონი ნინო ამბობს, იმ ფორმით, როგორი ფორმითაც ტრადიციულად მიეწოდებათ და იმ ფორმით შექმნილი ზღაპარი არ მოსწონს ბავშვს. თურმე აღმოჩნდა, რომ არიან ასეთი ბავშვები, რომ ის ზღაპრები არ მოსწონთ და სხვათა შორის იმის გარდა, რომ არის იმ რაღაც პრობლემებზე მიმართული და თერაპიულად გამიზნული ამ პრობლემებზე სამუშაოდ ეს ჩვენი ზღაპრები და მთლიანად წიგნი და რასაც არხი იმავეს გააკეთებს და შეუწყობს ხელს, რა თქმა უნდა. ამას გარდა, აი თვითონ თვისობრივად არის ეს ზღაპრები ისეთი, ანუ ჩვენ სულ ლაპარაკობთ იმაზე, რომ აი რაღაც პრობლემას მიემართება, თერაპიულია რაღაც, მაგრამ ამას გარდა ესეც აღნიშნა ქალბატონმა ნინომ, იმდენად ლამაზია ეს ზღაპრები, იმდენად ლიტერატურულად მაღალმხატვრულია და მაღალი ღირებულება აქვს, აბსოლუტურად ყველას შეუძლია წაიკითხოს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა რამე პრობლემა და ყველა ისიამოვნებს. ძალიან კარგი. აი შემთხვევით ასე მოხვდა ასეთ რამდენიმე ბავშვთან ეს ზღაპრები და არ მინდა, მაგრამ რომ შემოესმინათ. ფაქტიურად გვყავს აუდიტორია, რომელიც კი ვიცით, ჩვენ დამოკიდებულები გახდნენ ამ ზღაპრებზე, ითხოვენ უკვე ამას. ნუ ეს შინაურული აუდიტორია, ანუ სადაც წიგნი როგორც იცით, ანუ არ გამოცემულა ჯერ, მაგრამ აი დატესტვის პროცესში წიგნიც მალე იქნება, მაგრამ მანამ სანამ წიგნი იქნება, აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს და ამ ყველაფრის პოპულარიზაციას სიამოვნებით გავაკეთებთ. YouTube არხი არსებობს თერაპიული ზღაპრები, შეგიძლიათ გამოიწეროთ და თქვენ შვილებთან ერთად სასიამოვნოდ გაატაროთ დღის და ღამის ნებისმიერი მონაკვეთი. უღრმესი მადლობა უნდა გითხრათ თქვენ აი იმ საქმისთვის, რასაც აკეთებთ, ეს არის ნამდვილად ქვეყნისთვის გაკეთებული ძალიან წინ გადადგმული დიდი ნაბიჯები, რომელსაც კიდევ ქართულია. მე ეს ქართული ორიგინალური ეს ნიხარია ყველა სიტყვითაც, აზრითაც ყველაფრით. კი, ეს ერთ-ერთი იყო წეგან გამომრჩა, ზუსტად აი ამაზე ვიყავით ხოლმე. აი ჩაძიებული რომ იყოს ჩვენი ქართული რეალობა არანაირი ტექნოლოგიაზე მორგებული. ეს არის ყველაზე რთული. უღრმესი მადლობა.